საღამო მშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, ყველას მოგესალმებით კომედი არხის ერთგულ მაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. რახან მე მხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ყველაზე მხიარული და სასაცილო გადაცემა ანეკდოტების რვეული. მე კი მისი წამყვანი ნიკა არაბიძე გახლავართ და ახლა მოდით ერთად ვნახოთ რა მოგვიმზადეს დღეისათვის ჩვენმა მეგობრებმა. მერვე ადგილი ანეკდოტების რვეულში. ნიკა მე გნახავ, კაი, მე გნახავ. შენ მაქმარმა იცის რომ ღალატო? შენმა არა. შენმა იცის. აი მეგობარი ამას ნიშნავს რა. ტანკს დაუწვება შენს მაგივრად. ტანკს რა. რასაც. მეშვიდი ადგილი. ვაჰ, კაცო. მუშაობის ხასიათზე ვარ. წავალ, წამოვწევი, იქნება გადამიანოს. ისე რომ ვაკვირდები, ხშირად არის ეთყობა მუშაობის ხასიათზე, რომ გადახედავ ეზოკარმი და მოსკი ეთყობა. მეექვსე ადგილი ვნახოთ. ბიჭო. ბონდოი, ხო გახსოვს? რომელი? ციხისწინა ცხოვრობდა. რა ვარ მახსოვს? ახლა თავის სახლის წინ ცხოვრობს. აი, მიტო კარგია გენაცვალე სახთან როგორ ყველაფერი. გადადე, გადმოდი. რა ჯობია ამას. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, მინდა ერთი ანეკდოტი მეც მოგიყვეთ. კაცს ყურში ამოვიდა სტაფილი. გავარდა ექიმთან. ექიმო უნდა მიშველო რაღაცაო. რა გჭირთ ბატონო, ყურში სტაფილო მომივიდა, ნუ ექიმა დაამშვიდა. არა უშავს ბატონო, ასეთი რამე ხდება ხოლმე. რანაირად ხდება, კაცო, ნუ გადავრიე კარტოფილი ჩავთესე. მეხუთი ადგილი ჯერია ჩვენს ეთერში. გამარჯობა. გაგიმარჯოს. რა გნებავთ? კილკის კონსერვი მინდა. რომელი გნებავთ? პორტუგალიური, იტალიური თუ ფრანგული? სულ ერთია, კი არ უნდა ველაპარაკო. შეგაიკაცო, მაშინ აიღე ქართული. რაღა უცხოურმა მოკლას. მეოთხე ადგილი ჯერია. აი, დიდი მადლობა, გაიხარეთ იქ მოთქენი წილიმი. დიდი მადლობა, ისე კარგად თავარ ეხლა გიგებცე. ეს კიდე როდის მოვალ? როცა გაგიხარდება? ხვალე მოვალ, დილის 10 საათი. მოი. კარგად ეხა. კარგად. მადლობა ექიმო, კარგად. ექიმო, ერთი წუთი საქმე მაქვს თქვენთან. არა, ბაბუა ჩემი ვეღარ შარდავს და უშველი რამეს. რამდენი წლისა? 86-ის. გუთავდა ალბათ. მასე მეგონა მეც გაუთავდა თქო, მაგრამ 102 წლამდე შარდავდა კიდე ბაბუა ჩემი. მესამე. მიხო. ო, ვნება რა არის, ჰა? ვნება. ხო.
აი მაგალითად შენ რო სახლში არ ახარ ხო და მე რო გადავალ შაქრუა სულთანა ხო და მე აი ისო რა იღო ყველაფერი დებილი ხარ მოსიყური აქეთა მიხო ეს იგი შენ ვარ იქნები სახში მე შემიძლია გადავიდე შაქრუასთან ჰა შენ ახლა უნებას და ბოზობას ერთმანეთში ნუ რეთორე მე ვიცი აი რა კარგად გააგებინა რა და ეს ქალიც რა შეგნებულია. აბა ზოგიერთ სულს ახლა კი ვერ აუხსნი, ნება რა. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ კიდევ ერთი ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ. მოკლედ მეცნიერებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერდა. გაუშვეს ამერიკაში, 1 საათში 10 ქურდი დაიჭირა, გაუშვეს იტალიაში, 1 საათში 20 ქურდი დაიჭირა, გაუშვეს ქუთაისში. 5 წუთში რობოტი მოიპარეს და ჯარში ჩააბარეს. ღმერთო შენი სახელის დიდება იყოს. აი ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. აი ეს ბენზინა გალონკები რომ აქვს. ერთი კარგად ამიმუშავე რა. ღმერთო აი მასე. ხო, კიდე რა უნდა გთხოვო. აი 3 მაღაზია რომ აქვს. ისიც კარგად ამიმუშავე რომ კარგი ფული ვიშოვო ღმერთო რა. შენი სახელის დიდება იყოს. ღმერთო. ხო, კიდე ლატარიის ბილეთი რომ აქვს. ჯეკპოტი მომაგებინა ღმერთო შენი სახელის დიდება იყოს. ხო, კიდე რა სათხოვარი მაქვს. ღმერთო რა მინდა იცი რაცხა წუხელის ბიჭებმა ნამეტარი ბევრი დავლიეთ და მაგარ პახმელიაზე ვარ და იქნება 1-5 ლარი რომ მოგცე მომისმინე ძამა შენ 5 ლარი და მაგიზან უმომისწერ მაკაც ღმერთო მართალია, რაზი აცდენს ახლა რა. მაგას ჩოვლებრივი მამაოც ხომ მოაგვარა. და რაღა დაგჩენია თუ არა ის რომ ნახოთ დღეისათვის პირველი ადგილი. კომისით მოკლავ. გაჩერებ. როგორ გამი მას ახლავე მოკლავ. ოდიაკეში. მოკლავში. მაიზე. გამიში დაღლად კვარტორე. უხში. დახტება. დახტება. უთოხლო თორე. დახტება. არაფერია. რა არის ეს? რატომ ცემ ეს კაცი, ა? ატრაკებდა და იმიტო. აი, ეხლა ღირსი არა ხარ დაგიჭირო? ახლა შენ სატრაკე. მოკლედ შემოკარგებო დღეისათვის სულ ეს იყო მე ტრადიციულად უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენ და რა თქმა უნდა ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს რომ ასეთი საინტერესო გადაცემა მოგვიმზადეს მე ერთი კვირით გემშვიდობებით ერთმანეთს ზუსტად აქ ზუსტად ამ ადგილზე ერთ კვირაში შევხვდებით კარგად ბრძანდებოდეთ